Todo. ეს არის მასალები, მოწყობილობების შენობა ნაგებობები და ადამიანური რესურსები. აი ადამიანურ რესურსებში რა შეიძლება იყოს? მუშახელი. თავისი ენერგია. მოდნა გამოცდილება. პროფესიები თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამე რომ ადამიანურ რესურსი შეიძლება იყოს საჭირო. აი ბიზნესში რა ადამიანური რესურსი აჩნია? მუშა ხო გასას ფიქრიალიზაცია ხო შინაგანი განცდა ხო და მე შეიძლება ვიჩქენთვის მე ვიყო ფიქრიალიზებული მაგრამ მე ესე არ განიცდები მუშა არა შეიძლება მუშა ფიქრიალიზებული მართვის აი ჩვენთან ხო არა ფიქრიალიზების მეტი მასი გვაქვს კი დავწეროთ ყველა იდეა დავწეროთ და მე საგულისხმო ისქნათ შევკრა ნაკლოვანება არის კიდე ის რომ შეზღუდული რესურსები და შეზღუდულ დროში უწევს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება Really like relaxation and enjoying time, romantic. So competition is photos of competition. I can show later maybe. It's very different. So it's but what I want to tell this photo is actually it's really image building and somehow it has been like our main focus. მისი გუნდის საქმეები კარგად წავიდა, მონაწილეებს შორის ნდობა მყარდებოდა. ხანდახან ისინი თავის პროექტებზე მუშაობდნენ ღამითაც და დასვენების დღეებშიც. გუნდის წევრები ამაყობდნენ თავიანთი იდეებით, რომლებიც ინოვაციური და ადვილად მიღწევადი იყო. უფლება მიეცეს მენეჯერს, რომ გაჰყვეს საქონლის პროექტირებიდან საბოლოო მომხმარების წინამდე. ნება და ერთოს გამყიდველებს დაიბრუნონ 500 დოლარამდე ღირებულების საქონელი გაუჭიანურებლად. გაყიდვების პერსონალისთვის ინფორმაცია ახალი გამოყენებების შესახებ იყოს ხელმისაწვდომი, წარმოების და გასაღების განყოფილებების შორის მოახდინოს კადრების მოყევადიანი როტაცია, რათა მათი თანამშრომლები უფრო ახლოს გაეცნონ ერთმანეთს. ეს არის ბარბარას გუნდის იდეები, ხო? რაც შეიმუშავეს მე საჭიროა. როდესაც გუნდების წარმომადგენლები წარდგებოდნენ თავისი წინადადებით განყოფილებების ხელმძღვანელთა საბჭოს წინაშე, გრიფინი უსმენდა მათ დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის იძულებული იყო წასულიყო, რადგანაც სასწრაფოდ უნდა განხილულიყო გარიგება ერთ-ერთ ელექტროსაქონლის მაღაზიების მსხვილ ქსელთან. მარტინის არყოფნის დროს განყოფილებების უფროსებმა მაშინვე აღმართეს წინააღმდეგობის კედელი. ადამიანური რესურსების მენეჯერმა განაცხადა, რომ კადრების როტაციის იდეა დაანგრევდა კომპანიაში ახლად შემუშავებულ სამუშაოთა კლასიფიკაციის სისტემას. ფინანსური განყოფილების წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ 500 დოლარამდე ღირებულების საქონლის დამტვრების შესაძლებლობა ოქროს ძარღვია არაკეთილსინდისიერი მყიდველებისა და გამყიდველებისთვის. გამოხდა ბაზრის შემცირება. ბაზრის შემცირება. პირველი ანუ კონკურსი. ახალი გამოყენებები არის ხო და ანუ ახალი იდეების არ არსებობს. კიდევ ვის თანამშრომლობის თანხმობა არ არსებობს. ანუ განყოფილებებს შორის კონკურსია. ინოვაციას არ გქონდა. ხო, ინოვაცია და ანუ ეს თანამშრომლობით ეძებდნენ სამუშაოს კომპანიაში. ანუ ინოვაციის იშლებოდა რა ჯობ satisfaction. ანუ ძალიან
თუ ერთჯერადად იქნება ხო საინვესტიციო თუ მუდმივია და ფიქსირებულია და კომპანიის სტრატეგიაში არის გაწერილი რომ იანვრის პერიოდში მაგალითად სამშენებლო კომპანიები, სარეკლამო კომპანიები აქტიურდება, შეიძლება ფიქსირებულ ხარჯებშიც გავატაროთ. Hello, Mr. Mark Rainman. Could you please tell us briefly your impressions about the trainings and the group of participants? Trainings compared to last year's, students have been more active. They have been more involved, asking more critical questions and questioning more what I'm talking. And I think we have had very interesting discussions this year. So and language barrier is much more than for me because I really like. Maybe few students who haven't really not too fluent in English, but most of them really understand what I'm talking and not only words but also content. And what are your impressions? How do you think that the Georgian students, are they entrepreneurial or able to conduct their business or start their own enterprise in large? Many of them are, sure. And so it's many of them have quite critical thinking and analytical thinking. So several of them have done already the market analysis, but of course several also they are too optimistic and their kind of idea is based in large amount of impressions. But this is as it always with young and enthusiastic people. And would you like to add something? Maybe that. So no, I think that your students are very motivated, and this is the best thing here. Thank you so much. So we are motivated and they have very big wish and power to do something, and this is most important in the profession. Thank you so much, Mr. Marshall. You're welcome. თეონა ხოხონიშვილი. თეონა, როგორ შეაფასებით ტრენინგებს და თქვენი ხედვა რაში გამოგადგებათ აღნიშნული ინფორმაცია? ჩემი აზრით, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრენინგები ნაყოფიერი არის ნამდვილად. ტრენერებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ მოეცათ ჩვენთვის ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი ტრენერის მიერ გაზიარებული ის ინფორმაცია საკუთარი გამოცდილებიდან, რაც მან მოგვაწოდა, ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენ საკუთარი ბიზნეს გეგმის გაწერისთვის და მართლა მოტივატორი არის ეს ტრენინგები ჩვენთვის, რომ მართლა დავიჯეროთ, რომ რეალური არის, თვითონ ჩვენ ვიყოთ მეწარმეები და შევუდგეთ ბიზნეს საქმიანობას. დიდი მადლობა, მადლობთ. სახელი გვარი? ნოდარ ვაძღაძე. ნოდარ, მოკლედ მოგვიყევით თქვენი დამოკიდებულება აღნიშნული ტრენინგების მიმართ, როგორ შეაფასებდით სიტუაციას და იმ ცოდნას, რაში გამოიყენეთ, რაც მინდით. ეს ტრენინგები მე პირადად მეხმარება, რომ ჩემი ბიზნეს იდეა მოვახდინო რეალიზაციაში. ანუ დავწერო უკეთესად გავიგო როგორ იწერება ბიზნეს პროექტი, რა თვისებები აქვს ამ ბიზნესებს, რა არის მისი უპირატესობები, ნაკლებობები და ასე შემდეგ. ასევე მე ძალიან მომწონა რომ იყო უცხოელი ტრენერის წაკითხული ლექცია, მან უკეთესად დამანახა ჩემი ბიზნესის უპირატესობები და ნაკლებობები. ასე კი, ანუ თulit რომ გამოგადგებოთ. კი, ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტრენინგში მიღებულ ცოდნას და შევეცდები ჩემ მეგობრებს და სტუდენტებს უნივერსიტეტში იგივე ტრენინგები ანუ გადავცე ის, რასაც მე აქ შევეცე. კაი, დიდი მადლობა. მამუკა, როგორ შეაფასებდით აღნიშნულ ტრენინგებს და სამომავლოდ რამდენად გამოგადგებათ? ასე კი, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავხადო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას. Რა თქმა უნდა, ეს ტრენინგები ჩვენ დაგვეხმარება მომავალში, რათა ჩვენი ბიზნეს იდეები განვახორციელოთ. და ასევე აღსანიშნავია უცხოელის მიერ ჩატარებული ტრენინგი. ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება დაგვეხმარება არა მარტო ჩვენ ახალგაზრდებს, არამედ შეიძლება ითქვას მთლიანად მთელ ქვეყანას, რომ მოვარგოთ ბიზნესი, ჩვენს ტრადიციებს და ასევე ჩვენს ეკონომიკას. დიდი მადლობა, მადლობთ. მარია მაღაძე.
არა, როგორ შეაფასებდი მეწარმეობრივი უნარების განვითარებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს? საინტერესო იყო აღნიშნული ტრენინგები, ყოველდღე განსხვავებული დავალებები გქონდა, რაც მნიშვნელოვანი იყო მრავალფეროვნებისთვის. მივიღეთ პრაქტიკული რჩევები და საკმაოდ საინტერესო იყო განვლილი 5 დღე. განსაკუთრებით რომელ ნაწილს გამოყოფთ? განსაკუთრებით ძალიან საინტერესო იყო ბიზნეს სიმულაციები და кейსების ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკვე არსებულ რაღაცა სიტუაციებს იყო მორგებული და განსაკუთრებით გამოყოფდი ამ ნაწილს სიმულაციებს. დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? სალომე ძუჭერაძე. სალომე, როგორ შეაფასებდით ტრეინინგებს, რამდენად გამართლა თქვენი მოლოდინი? დიახ. რა თქმა უნდა, სანამ მოვიდოდი აქ დავიწყებთ მუშაობას, რაღაც მოლოდინები გამოსდა. და ანუ საბოლოო ჯამში მივხვდი იმას, რომ მართლა ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მივიყვანო პროექტში მონაწილეობა. ანუ მაქვს შესაძლებლობა, რომ ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ უკვე გავიმყარო რაღაც არსებული ცოდნა და შევიცნო კიდევ მოურავი. და ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი საშუალება იმ ბავშვებისათვის, ვინც აპირებს, რომ სამომავლოდ სწორედ ამ სფეროებს დაუკავშიროს თავისი მომავალი. და ის ფაქტი, რომ ტრენინგები და кейსების განხილვა, თამაშები ხდება ასეთ მეგობრულ და თბილ გარემოში, უფრო დიდ ხიბს მატებს ამ პროექტს. დიდი მადლობა. გიორგი ძივლაძე. როგორია თქვენი შეფასება ტრენინგებთან მიმართებაში? ტრენინგი იყო კარგი, რა ქვია, ბავშვებიც ძალიან კარგი იყვნენ, გავერთეთ ძალიან, ვიმხიარულეთ, ასევე ბიზნეს იდეები წარმოადგინეთ და მომავლისთვის შეიძლება ბიზნეს პარტნიორები გავიცანი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათი იდეები და ჩემი იდეები რაღაც საერთო ხაზზე გადაიკვეთებიან საბოლოოდ და ეს ფაქტი ძალიან მომეწონა. ტრენინგის რა ნაწილს გამოყოფთით განსაკუთრებით? ფინანსური ვაჭრობა რო იყო ძალიან სახალხო იყო, ფინანსური ბაზრები, უცხოელის თემაც გაიყო, თავის გამოსლება გაგვიზიარა, ჩვენი გაუზიარეთ, ჩვენი იდეები, ასევე მატარებელიც სახალხო იყო. მეტი საერთოდ მთელი კურსი სახალხო იყო, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა. მადლობა. ცოტა როგორ შეაფასებდით ტრენინგებს? რამდენად გამოგადგებათ მომავალში? როგორ და შეგვიძლია ძალსახად დადებითი მომიადეთ, იმიტომ რომ ყველაფერი კაი იყო. ამ ტრენერიც კარგები ყავდა, სასწავლოს კარგი იყო, ის თემას, ამ ბიზნესი, ჩემი მართლობა რაც არის სწავლის, მაგ თემაზე ვსაუბრობდით და კარგი იყო, ფიქრობ, რომ გამეხმარება და უკვე ვიცი, რომ ეს რაღაც შემატა ცოდნას ბავშვების გავეცანი და ყველაფერი კარგი. როგორ ფიქრობ, შენი ბიზნეს იდეის რეალობაში განხორციელებაში ეს თეორიული ცოდნა გამოგადგება? რა თქმა უნდა, იყო ბევრი დეტალი და ბიზნეს გეგმის შაბლონიც როცა გავაკეთეთ, მაშინაც ის დაგვეხმარა, რაც იყო დღეებში გაწერილი, რომ რაღაცეები ვისწავლეთ. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბიზნეს გეგმის შაბლონში მოიყარა თავი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გამიერთდა და სწორად გავაკეთეთ. რა ნაწილს გამოყოფთ განსაკუთრებით ტრენინგის? ტრენინგის ერთად განსაკუთრებით მომწონა მარკეტინგის ნაწილი. და კიდე ის ბიზნეს სიმულაციები რაც იყო, მაგ დროს გასართობიც იყო და ამავდროულად საინტერესოც როგორც ბიზნესის კუთხე. დიდი მადლობა. ირაკლი შენგელია. როგორ შეაფასებდით ტრენინგის მსვლელობას, ინფორმაციას, თეორიულ და პრაქტიკულ მასალას? ტრენინგი იყო კარგად ორგანიზებული და რასწორია ინტერაქტიული იყო, რაც შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეეცდება ტრენინგებზე, რომ ძალიან თეორიული და საერთოდ პრაქტიკული არის და ასე რაც ძალიან მომეწონა და სიმულაციები ძალიან კარგი იყო და საუბარი იყო აქტუალურ თემებზე, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე და ეს ძალიან მომეწონა და ამასთან ერთად სასიამოვნო ატმოსფეროს იყო. რა ნაწილს გამოყოფთ ტრენინგის? სიმულაციებს. როგორ ფიქრობ, ეს ცოდნა თქვენი ბიზნესის განვითარებაში, რეალობაში განხორციელებაში თუ გამოგადგებათ? და უნდა გამომაგეს, იმიტომ რომ მე ხა დავფიქრდი, იყო ისეთ საკითხები, რაც გამორჩა, მაგრამ ამ ტრენინგზე მივხვდი, რომ ასე უნდა ვიფიქრო და რაღაცები გამოსასწორებელი, რაღაცები გასაკეთებელია და დარწმუნებული ვარ გამომადგება. იმიტომ რომ უკვე შეიცვალა ჩემი ხედვა. კარგი, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ტრენინგი იყო თვითდაჭერილი და თვითშემენა არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ყველა მიმართულებით. იდეა, რომელიც ნიშნავს, რომ საკუთარი თავის, საკუთარი საქმიანობის დაწყებას, ეს არის ძალიან ამბიციური განცხადება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თვლი, რომ ამის პოტენციალი დიდაულ ქვეყანაში არის. კიდევ ერთხელ თითოეულ ქვეყანას გისურვებთ, რომ ეს ტრენინგი იყოს რაღაც ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და კიდევ უფრო დახვეწოთ, კიდევ უფრო განავითაროთ თქვენი ინტერესი. ისურვებ წარმატებებს. მიწევა მოწევა? ამას ვაწევ. მომოწყობე. მოდრ. Mariam Nozadze. Nadia Kharanshvili. Nadia Nikadzes. Nodar Vadzadze.